მოგესალმებით, მე გახლავართ თემურ ბუაძე, ვაგრძელებ ლექციათა კურსს ქრისტიანული სორხადოლობის ძირითადი ელემენტები. დღევანდელი ლექციის თემაა რენესანსი. უფრო სწორად, მე მინდა ვისაუბრო ორ იდეოლოგიურ კონცეფციაზე, ეს გახლავთ რენესანსული ჰუმანიზმი და რენესანსული ინდივიდუალიზმი. ეს ისეთი პარადიგმატული მნიშვნელობისაა, იმიტომ მომდენო ყველა იდეოლოგია შეიცავს ამ ელემენტებს. მინდა ვისაუბრო ისტორიული ფაზით ჩამოყალიბებული ერთ მთავარ იდეოლოგიურ სქემაზე. საერთოდ რენესანსის შესახებ არსებობს ორი აზრი, ერთი სწორი და მეორე არასწორი. არც ერთი ეს აზრი არ არის პირადად ჩემი, ორივე გავრცელებულია და მინდა ერთ-ერთზე გავამახვილო ყურადღება. პირველი სწორი რა არის? სწორი შეხედულება რენესანსის შესახებ ეს არის როგორც კულტურული ფენომენი. ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ლამაზი ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ყველაზე ინტენსიურად გამოვლინდა ადამიანის შემოქმედებითობის უნარი. ყველაზე ინტენსიური გამოხატვა ეს არის სწორი. და ყველა ნორმალური ადამიანი აღფრთოვანებულია რენესანსული ხელოვნებით, განსაკუთრებით მისი ფერწერით, არქიტექტურით და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს მეორე შეხედულება, რომელიც არასწორია, რომელიც ამბობს, რომ რენესანსის დროს მოხდა გამოვლენა ქრისტიანობის არსისა. ყველაზე კარგად, ბურქარტით ესეთი ხალხი ლაპარაკობენ. თითქოს ადრე შუა საუკუნეების ქრისტიანობა შებოჭილი იყო და რენესანსის ეპოქაში გამოავლინა ყველა საუკეთესო მისი თვისებები და უარყო მისი უარყოფითი თვისებები. ეს არასწორია, ფუნდამენტალურად არასწორია და ამაზე მინდა ვისაუბრო. აი ამ შეხედულებასაც თავისი ძალიან ბევრი დიდი წარმომადგენლები ყავს, ერთ-ერთი ლოსევიცო დავასახელოთ, ისიც გვარა, ხომ? ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ავტორიტეტული სპეციალისტია რენესანსის შესახებ. უბრალოდ ეხლა მე რაზე მინდა ვისაუბრო? რენესანსის ხელოვნება როგორი დიდიც არ უნდა იყოს, როგორც ხელოვნება. არ არის საუკეთესო ექსპრესია რელიგიური იდეებისა და რელიგიური სულის. აი ამის თქმა მინდა, რატომ? იმიტომ რომ დამახინჯდა რენესანსის ეპოქაში ძალიან დამახინჯდა ქრისტიანობა, ქრისტიანული სული და ამან პოვა გამოხატვა მე რა არის ძალიან ლამაზია. აი ეს არის ქრისტიანობის სიახლში წარმოშობილი პრობლემების გარეგანი გამოვლენა, რომელიც ძალიან მშვენიერია. აი თვითონ ლოსევი რო ახსენეთ, ჩვენ ესეთი მაგალითი მოყავდა ცნობილი. აი მარგალიტი როგორც წარმოიშვა, არსებობს მოლუსკები და თუ ამ მოლუსკის ნიჟანაში შევარდა რაღაც უცხოს სხეული, თქო კენჭი, რომელიც მოლუსკის სიცოცხლეს ემუქრება, საშიშრება, მოლუსკი შემოავლეს ემალს მის გარშემო, რომ ის გლუვი გახდეს და არ დაემუქროს მის სიცოცხლეს და აი ასე წარმოიშვა მარგალიტი. ეს მარგალიტი არის მშვენიერი გამოხატულება აი ამ საფრთხისა, რომელიც დაემუქრა მოლუსკის სიცოცხლეს. რაღაც აზრით, აი ეს რენესანსი, იტალიური რენესანსი არის გარეგანი მშვენიერი გამოხატულება შინაგანი პრობლემისა ქრისტიანობის, ეთო ქრისტიანობის რელიგია დაიწყო დამახინჯება და ეს იდეოლოგიური დამახინჯება ეს რენესანსული ჰუმანიზმი და რენესანსული ინდივიდუალიზმი. ეს ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი რენესანსული არ არის ის ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი, რომელსაც ჩვენ თანამედროვე კონტექსტში ვხმარობთ. აი ეს ლამაზი იტალიური ხელოვნება, ფერწერა, რომელიც საოცარ სილამაზეს გამოხატავს, ხო? ეს არ არის თვითონ რენესანსული ჰუმანიზმის და ინდივიდუალიზმის პირდაპირი შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს არა მარტო იტალიური რენესანსი, არამედ ჩრდილოეთის რენესანსი, ხომ? აი მაგალითად ბოსხი. ბოსხი არის უზარმაზარი წარმომადგენელი რენესანსისა, უზარმაზარი ფიგურაა, ან დიურერიც რო ავიღოთ. ახლა დიურერის ნახატები, ან ბოსხის ნახატები სულაც არ არის გარეგნულად ისეთი ლამაზი, როგორც იტალიური. მაგრამ ეს რენესანსული ფიგურებია უზარმაზარი, ხომ? ესე იგი ეს რაღაცა ის რომ იტალიურმა რენესანსმა ასეთი ფორმები მიიღო, ეს სხვა გარემოებებმა გადაპირობდა, თუნდაც დამჩება ლექციაზე ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი თემა როგორც გითხარით სხვა არის. აი თქვი შეიძლება ვიღაცას ყურზე მოხდეს და თქვას, რომ რატომ არის რენესანსი რელიგიის დამახინჯება და მისი ენა, ექსპრესია რატომ არ არის ადეკვატური. თელი ლექსი ამაზე ვქნება საუბარი, მაგრამ უბრალოდ აი წარმოვიდგინოთ მონასტერი, ქალთა მონასტერი, სადაც ძალიან ინტენსიური სულიერი ცხოვრება მიმდინარეობს. და შემდეგ გარდაიცვალა იღუმენია და დანიშნეს იღუმენიად ვიღაც ძალიან სახელოვანი მდიდარი არისტოკრატული ოჯახიდან წარმომავალი ქალი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან. ესეთი დაშვება სულაც არ არის ძალიან
ჰიპოთეტური, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში ხშირად ხდებოდა ესეთი რაღაც, რომ არისტოკრატიული წარმომავლობის მქონე ოჯახიდან შვილები უბრალოდ სპიტაპირ შეიძლება თქვათ ინიშნებოდნენ აბებად და აბეტესებად ძალიან ცნობილ მონასტრებში. და წარმოვიდგოთ ესეთი რაღაც. აი ეს ქალბატონი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, რომელიც დანიშნეს მონასტრის იღუმენიად, არის ძალიან განათლებული, ძალიან კულტურული, მაგრამ ძალიან შორს ქრისტიანობისგან. და ხა უყურებს ამ მონასტერს და არ მოწონს, რომ აი ეს მონაზვნები ესე შავ მაშინ დადიან, მათი მანერა, რომ გამუდმებით ლოცულობენ და გადაწყვიტა რა, რომ მოეწვია იმ ეპოქის ყველაზე ცნობილი არქიტექტორი და გადაეკეთებინა მონასტრის შენობები, თქვათ, მოეწვია ყველაზე ცნობილი მხატვრები, რომლებიც ქრისტიანები არ არიან, მაგრამ ყველაზე პოპულარულები არიან, მათ მოეხატათ ფრესკები, ეკლესია და მონასტრის შენობები. მოეწვია მუსიკოსები, რომლებიც თქვათ ძალიან პოპულარულია მოდაშია და აი დაეწერათ საგალობლების მუსიკა და ასე შემდეგ. მოიწევდა კუტურიეს ვინმეს, აი თქვათ დიზაინერებს და შეაკერინებს თქვათ ძალიან ლამაზ კაბებს მონაზვნებისთვის და ცდილობს რომ მისი დაქალები მიიწვიოს აი ამ მონასტერში, იქ იკრიბებიან, კარგად ჩასულები დადიან, ისმის საერო ძალიან მაგარი მუსიკა რელიგიურ თემებზე, ხატრობა, დიდი ხელოვნება ძალიან და ლაპარაკობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ასე შემდეგ. ეს რაც მე გითხარით, მსგავსი რაღაც მოხდა რენესანსის დროს, სუსტად. მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, ტიციანი, რაფაელი, უზარმაზარი ხელოვანები არიან, უზარმაზარი, შეუდარებელი. როგორც ხატრები, როგორც ფერმწერები, შეუდარებელი არიან, მაგრამ ისინი უკვე ვეღარ გამოხატავენ ქრისტიანულ სულს. მათი ენა არ არის ექსპრესია ქრისტიანული. უფრო წარმართები არიან უძრეს. აი, ისიც თქვა მინდა. ეს რომ არ გამოვიდეს საშინელი ბრალდება, უბრალოდ გავაანალიზოთ. ეკლესიაში ძალიან ხშირად იხატება ისეთი სცენები, ფრესკები და ხატები, რომლებიც ფუნდამენტალურ საკითხებს შეეხებიან ქრისტიანულ წესს. ძალიან ხშირად გამოხატავენ საშინელ სამჟაროს. თითქმის ყველა ეკლესიაშია, ხო? აი ჩვენ რო ეკლესიაში შევდეთ სტოაში, იქ რა ხატია, ეს არის საშინელი სამჟარო. ამ საშინელი სამჟაროზე აჩვენებენ გამოხატულია ხშირად სიმბოლურად, ზოგიერთი ვნებაა, თქვა, ამპარტავნება, მრუშება, თქვა, ვერცხლის მოყარება და სხვადასხვა ვნებები და აი ამ ვნებები სიმბოლურად გამოხატავენ, რომ იჯებიან ჯოჯოხეთში ცხოვროს ლოთები და სხვა ეს ადამიანები იჯებიან ჯოჯოხეთში. ჩვენ ალბათ გვახსენდება, ვინ არის აი ასეთ შესაბამისი საწყდება. სიქსტის კაპელა, ხო? მიქელანჯელოს მიერ გამოხატული საშინელი სამჟავრო. რას ხედავთ აქ? ხედავთ, აი როგორაა გამოხატული უფალი, ღვთისმშობელი, მოციქულები და ეს არიან როგორც კულტურისტები. აი უფალი არის როგორც ჰერაკლეს გავს. ის უფრო ძველი ბერძნული ღმერთია ვიდრე იესო ქრისტე. აი დაკუნთული, აი სპორტსმენის სხეულითაა გამოხატული და წინასწარმეტყველების და წმინდანების ესე არის. მიქელანჯელო აქ გამოხატავს არა ქრისტიანულ წმინდანებს და არამედ ანტიკური ეპოქის ღვთაებებს. ანტიკური ეპოქის ღვთაებები ატარებენ სხეულს იდეალურს ადამიანისას. და ვერ კიდე რა არის? როდესაც მიქელანჯელომ დახატა აი სიქსტის კაპელა, იქ ყველა შიშველი იყო. როგორც ეს ანტიკური სამყაროს ღმერთებს შეეფერება. წარმოგიდგენთ ღმერთმოპატი აი უფალი იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და ესენი ყველა არიან შიშვლები. თვით იმ ეპოქაში, როდესაც რომის პაპების და ლების ყველა ჰუმანისტები იყვნენ, ხო? ისინიც კი ლაპარაკობდნენ, რომ რა არის აბანოში ვერთო ეკლესიაშიო და პაპმა მიქელანჯელოს დაუკითხავთ, მოაყვანინა მხატვრები, რომ სარცხვინელი დაეფარათ წმინდანებისთვის. წარმოგიდგენთ, როგორი გენიალურიც არ უნდა იყოს მიქელანჯელო და მას ეჭვია რომ ის არ ეპარება. სიწმინდისადმი ქრისტიანული მოწიწება აღარ აქვს, თორემ ესე ვერ გამოხატავთ. ეს არ არის ქრისტიანული ენა, ეს არის წარმართული, იცით რა, ბერძნისთვის ძალიან ბუნებრივია, როდესაც ხატავს აფროდიტე იქნება ჰერა თუ სხვა ქალღმერთი ღვთაება შიშველი გამოხატავს. ეს კონტექსტში ჯდება, მაგრამ ქრისტიანებისთვის ეს ძალიან უჩვეულოა. ქრისტიანი სხვანაირად გამოხატავს მის ღმერთებს და ღვთაებებს და წმინდანებს. გამოხატავს წმინდანს როგორც სიკვდილზე, როგორც სხეულზე გამარჯვებას, როგორც ცაცასასუფევლის მოქალაქეს და როგორც ბერძენ ღვთაებას და კულტურის. მეორე ავიღოთ აი ასეთი სცენა კიდე მთავარი. საიდუმლო სერობა. ჩვენ რომ შევდივართ ეკლესიაში, ძალიან ხშირად არის ეს სცენა გამოხატული საკურთხეველში, რომ უფალი აზიარებს თავის სისხლს და ხორცს თავის მოციქულებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური ფრესკაა, სცენაა, ხო? იმიტომ ეკლესია არის იქ, როგორც წმინდა ვილაპარაკს, სადაც არის ევქარისტია. თქვენ შეგიძლიათ სახლში ილოცოთ და სახლში იკითხოთ წმინდა წერილი. მაგრამ სახლში არ შეუძლია ადამიანს ეზიაროს, ამიტომაა ეს საიდუმლოებათა საიდუმლოება ევქარისტია.
ეკლესიაში რომ მიდის ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც იღებს ეს არის ევქარისტია. უფლისის და ხორცს. ეკლესიის მნიშვნელობაზე, საკურთხევლის მნიშვნელობაზე ახალგაზრდული ამ ფრესკაში როგორ გამოხატავს ამას მიქელანჯელოს საიდუმლო სერვაის კიდევ მეორე უზარმაზარი შედევრია. მაგრამ იქ დაკარგულია საღვთისმეტყველო განზომილება. ეგ რას გამოხატავს ლეონარდო და ვინჩი? აი როდესაც უფალმა იესო უთხრა მოციქულებს რომ ერთ-ერთი თქვენგანი გამცევს და ეს ფსიქოლოგიური სცენაა საოცარი ხელოვნებით გამოხატული რომ გაკურებული არიან და შეშინებული მოციქულები და ერთმანეთს ეკითხებიან მე ვარ უფალო მე ვარ რომელიც გასცემ. მაგრამ სცენას ფსიქოლოგიურ სცენას გამოხატავს საოცარი ოსტატობით. რომელსაც ვერანაირ ვერ წაართვევს ლეონარდო და ვინჩი, მაგრამ ეს აღარა უკვე რელიგიის ექსპრესიის საღვთისმეტყველო მესიჯი თავარი რაში მდგომარეობს ეკლესიის და ევქარისტიის არსი, აი ამ სცენაში უკვე აღარ ეს ფსიქოლოგიური სცენაა უბრალოდ. ავიღოთ შემდეგი, აი მაგალითად სინანულის სცენა, ხო? ეკლესია მოწოდებულია უპირველეს ყოვლისა სინანული და აი როგორ გამოხატავს მარიამ ეგვიპტელის მართლმადიდებლური ხატი ალბათ გინახავთ. მარიამ ეგვიპტელი ისტორიიდან ცნობილია იყო მეძავი, ძალიან ცნობილი, ძალიან ლამაზი, მაგრამ მეძავი. და მრუშობდა და შემდეგ შეინანა ეს და წავიდა უდაბნოში ცხოვრობდა და მართლმადიდებლური ხატი გამოხატავს ზეიმს. სულის გამარჯვებას სხეულზე, უზარმაზარ ცოდვაზე და ვნებაზე და გამოხატულია ასკეტი. აი მართლმადიდებლურ ხატებში გამოხატულია მარიამ ეგვიპტელი როგორც ასკეტი, რომელშიც გაიმარჯვა სინანულმა და სულმა სხეულზე. როგორ გამოხატავს ამას ტიციანი? ტიციანი ხო უზარმაზარი მხატვარია, ძალიან დიდი რენესანსის უზარმაზარი ფიგურა. ეს ყველა მიცის, ნახა ვენეციაში ერთ-ერთი ძალიან ლამაზი მეძავი და დახატა თითქოს აი სინანულის სცენა მეძავი. ეს რა არის? აი ვისაც გინახავთ ეს სურათი ტიციანის, ეს არის კერძსავსე ძალიან ლამაზი ქალი, რომელიც რაღაც თითქოს სინანულის პოზაშია, მაგრამ მას არაფერი სინანულის არ ეტყობა. იმიტომ ტიციანი არა მარტო უზარმაზარი ხელოვანია, ის როდესაც ხატავს ადამიანს, იდეალურად გამოსცემს არა მის გარეგან მხარეს, აი ეროტიზმს, რომელიც აი მეძავში იყო, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიასაც. იქ არაფერი სინანული არა, ეს არის ლამაზი, კერდ მოშიშვლებული ვენეციელი მეძავი უზარმაზარი ხელოვნებით ადმოსცემს მის ეროტიულ ასპექტს. ამ ხატის წინაშე ლოცვაც არ შეიძლება, პატარა ბავშვი არ შეიძლება დააყენო, იქ რა ლოცვაზეა საუბარი. აი ეს დაკარგულია. კიდევ გეუბნებით, ეს არის ანტიკური ეპოქის ხატრობა, გადმოცემა, რომელიც ღმერთებს გადმოცემს როგორც ყველაზე სრულყოფილ ადამიანურ ფორმებს. აი ბერძენი ლაპარაკობდა, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, ის აიგივებს ერთ და იგივებს. მისთვის ნიშანია ლამაზი სხეული არის ლამაზი სულის ქრისტიანობა არ არის ესე. ადამიანი რომელიც თლიანად გადასულია თავის სხეულზე, ის თავის სულს უგულებელ ყავს. სულ სხვა პრინციპებია, ფასეულობათა სისტემა და ხედვა, სოფხედვა. ამიტომ ხელოვნების პრინციპები არის განსხვავებული. აი, შემდეგი რა არის ღვთისმშობელის გამოხატავენ, ხო ძალიან შეერთ. აი, ავიღოთ შევადაროთ ვლადიმერს კი ეძახიან, მაგრამ ეს რუსული არის ბიზანტიური ხატია, ეს ერთ-ერთი შედევრი ღვთისმშობლისა. თუ ეს ბერძნებმა აჩუქეს მონარქს ერთ-ერთ მეფეს რუს. რას გამოხატავს ვლადიმერის ღვთისმშობელი? ვლადიმერის ღვთისმშობელი გამოხატავს ზეციურ მოქალაქეს, გაღვთობილ ადამიანს. რისთვისაც არის მოწოდებული ყველა ქრისტიანი, რომ განიხდოს და გახდეს სასუფეველის მოქალაქე. ვლადიმერის ღვთისმშობელში აი თქვენ უყურეთ ეს გამოხატავს რა ქალურობას ღვთისმშობლისას, არამედ ეს არის დედოფალისათა სასუფეველი. ეს არის ახალი მადლისმიერი რეალობა, რომელიც იქნება პარუსიის შემდეგ და წინასწარ მიაღწია ღვთისმშობელმა. და მეტნაკლებად აღწევენ წმინდანები. წმინდანი რას გამოხატავს? სასუფეველის მოქალაქეს გამოხატავს, სიმბოლური ენა, ძალიან სტილიზირებულია ხატი და სიმბოლოების საშუალებით გამოხატავს გახვდობილ ადამიანს, მადლისმიერ ადამიანს, მომავალი საუკუნეების ადამიანს, რომელიც სასაფლაოში ცხოვრობს. რას გამოხატავს ახლა რაფაელის სიქსტის მადონა? რა არის ეს? ცნობილი და ძალიან პოპულარული, რომელიც იმსახურებს ამას. მაგრამ აქ გამოხატავს ძალიან ლამაზ ქალს, რომელსაც აქვს დიდი ლამაზი თვალები და არის საოცარი სევდა მასში, იმიტომ რომ იცის ღვთისმშობელმა, რომ მისი შვილს ჯვარს აცვამენ. და საიდან მოიტანა ეს? ფორტარინა იყო ეს ციციან საყვარელი რაფაელისა და რაფაელმა დახატა. ეს ღვთისმშობელის სასუფეველის მოქალაქეს კი არ აღწევს, რომელსაც უნდა ილოცოს ადამიანმა და ეს. არამედ აღწევს თავის საყვარელი, რომელიც ლამაზი იყო და გამოხატა არა მარტო გარეკვნად, არამედ მისი ფსიქოლოგიაც. სულაც არ იყო ძალიან რელიგიური ტოლსტოი. და როცა ნახა არ მოეწონა, იმიტომ მაინც აი მართლმადიდებლურ კულტურაში იყო აღწერილი და დაინახა ეს და თქვა რომ ეს რა არისო, ლამაზი გლეხის ქალი დახატა, რომელსაც თავისი შვილი ყავს. და მეორე დიდი თეოლოგი იყო სერგი ბულგაკოვი, სანამ გახდებოდა ეს მღვდელი, მანამდე თქვა რომ ნახეო ძალიან არ მომეწონა, პარფიუმერიის მადონას ეძახდა.
თქვენ თუ გახსოვთ მე დაბლა ხუჭუშთმიანი ანგელოზები ყავს გამოხატული და ძალიან უყვარდათ ეს საპარიკმახეროებში აი რეპროდუქციებს კიდევდნენ ძალიან ხშირად. ეს იგზნო ამ ადამიანმა მაშინ არის სერგი ბულგაკოვის რაც არის ხო სასულიერო პირი მაშინ. იმიტომ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ კი არა ეს ნახატი როგორც ნახატი შედევრია, ფსიქოლოგიური შედევრი და უზარმაზარი ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ როგორც ქრისტიანული სულის, ქრისტიანული ექსპრესიის ენა არის დეგრადირებული. რაღაცა ძალიან სერიოზული რაღაც მოხდა. წარმოიდგინეთ თქვენ შუა საუკუნეებში თუნდაც ევროპაშიც. აი სანამ რენესანსი დაიწყო, აი წინა რაფაელისტები რო არიან. როგორ ხატავენ ხატებს, ხო? სიმბოლური ენა, რაღაც სხვა რეალობაზე მიანიშნებენ, აი ბიზანტიური ხატები და ეს სხვა დანიშნულებაა. და მე როგორ ხდება აი რენესანსის როგორ რადიკალური ცვლილება მოხდა გარეგნული სილამაზე. მე ჩვენ ნახავთ ის ფსიქოლოგიის და რაღაც ელემენტებია, რომელსაც არ იცნობდა ადრე საეკლესიო ხელოვნება. რატომ მოხდა ეს? რაღაცა შინაგანი ქრისტიანული სულის დაკარგვის გამოვლინება ხელოვნებისა. აი რაშია ეხლა საკ? აი ეს რომ გავიგოთ, რა დაირღვა, როგორ დაირღვა? რატომ ჩამოყალიბდა რენესანსული ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი? რა არის მისი არსი? რითი განსხვავდება ეს თანამედროვე ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმისგან? ეს რომ გავიგოთ, დავიწყოთ რა არის ქრისტიანობა, რაზე დგას. და რა დამახინჯდა? ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვიმეორებ, სამი ძირითადი ელემენტია, ასე რომ ვთქვა, სამი დიდი ბოძი, რომელზეც დგას ქრისტიანული სამხედროება და ქრისტიანული წმენდა. პირველი რა არის? ჩვენ ამას გამუდმებით ვიმეორებთ თქვის ყველა ლექციაზე, ვამბობთ, რომ ადამიანი შექმნილია გახდობისათვის. მადლისფრად იქცეს ღმერთი. ეს პირველი. მეორე, ეს გახდობის პროცესი შეაჩერა ცოდვის დაცემა. ეს ცოდვის დაცემა, ადამიანის ცოდვის დაცემა, იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომელიც ადამიანებს არ შეეძლოთ გადაეჭრა. და ამისთვის ღმერთი განკაცდა დედამიწაზე. ჯვარს ეცვა და მკვეთრით აღდგა. რომ ეს დაცემული ადამიანური ბუნების უარყოფითი შედეგები გამოეხსნა. ეს იმდენად სერიოზული პრობლემა იყო, რომ ღმერთი ისე ჩამოვიდა ჯვარზე ეცვა. და მესამე, ქრისტეს ჯვართვის აღდგომის შემდეგ ადამიანს პოტენციურად გაეხსნა გახდომისაკენ, ცეცხლსასროლისაკენ გზა, მაგრამ იმისათვის, რომ ინდივიდუალურად სხონდეს, უნდა მიემსგავსოს იესო ქრისტეს სათნოებებში. ჩვენ წმინდანების ინსტიტუტი ნიშნავს შემწია ჩვენი და მეორე მისაბაძი მაგალითია. არის საერო წმინდანების, ეპისკოპოსი წმინდანები, მღვდელი წმინდანები, ერისკაცები წმინდანები, მეომრები წმინდანები და ასე შემდეგ, ხო? მისაბაძი მაგალითია. ჩვენ როდესაც ბაძავთ წმინდანებს, ბაძავთ იესო ქრისტეს. აი იესო ქრისტეს ლაპარაკობს, აი მე მომბაძეთო, ხო? დაბალი ვარ სულით და იტყვა. შეუძლებელია ადამიანი ცხონდეს, თუ კი იესო ქრისტეს არ მიბაძავს თავისი სათნოებებით. მაგრამ რა ნიშნავს მიბაძვა სათნოება? სათნოება ეს არის ჩვენი საფუძველი, რომ ჩვენ მიემსგავსოთ ღმერთს, არის ჩვენი ხატება. ღმერთმა ისე შექმნა ადამიანო ჩადო მასში ხატება ღვთისა და ამ ღმერთის ხატება ეს უნარებია სწორი ცხოვრებით ღმერთის გასავსების. რა არის ეს ხატების ელემენტები? ღვთისმეტყველა თეოლოგია რას გვეუბნება? აი ღვთის ხატება ჩვენში რაში მდგომარეობს? ავირჩიოთ იქიდან სამი რაც შემჭირდება. ადამიანში ღვთის ხატების პირველი ნიშანი არის გონიერება. მეორე ეს არის თავისუფლება და მესამე ეს არის შემოქმედებითობა. ნუ სხვა რაღაცებიც არის, მაგრამ მოდი ამ სამზე შევჩერდეთ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. გონიერება, თავისუფლება და შემოქმედებითობა. ეს არის ხატება უნარები და სათნო ცხოვრება რაშეს, სწორად გამოყენება ამ უნარებისა. როგორ უნდა გამოიყენო, რას ნიშნავს გონიერების სწორად გამოყენება? ქრისტიანობა გეუბნება, რომ ცოდვა დაავადების გამოვლინება დაცემული ადამიანური ბუნება გაქვს. შენ ცოდვა მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ ცუდ გადაწყვეტილებას იღებ, არამედ მიდრეკილება გაქვს ფუნდამენტალურ დონეზე, დაცემული ბუნება ნიშნავს შენზე ბატონობს ნებები და გაქვს მიდრეკილება ცოდვისაკენ და მაგალითი მოიყვანეთ პავლე მოციქულის. პავლე მოციქულიც კი ლაპარაკობს, რომ მე ვიცი რა არის კარგი, რა არის ცუდი, მინდა ვაკეთო სიკეთე, კარგი, მაგრამ მაინც ვაკეთებ ბოროტებას. იტო ჩემში აი ეს აკეთებს რომ ჩემში ჩადებული ბოროტება. ჩვენ ყველა ვიცით პირადი გამოცდილებით, რომ რაღაცა არ გვინდა ცოდვა ჩავიდოთ, მაგრამ გვექაჩევ და ვაკეთებთ ამ ცოდვას. ეს წმინდანების ეს წმინდანები უფრო წარმატებით ებრძვიან ამ ცოდვას, მაგრამ ყველასა აქვს მიდრეკილება, ხო? აი წარმოგიდგენთ ეს არის გულის შემოსვლება, ნიშნავს რომ ადამიანს აქვს განცდა რომ ღმერთის შეწევნის გარეშე ვერ მოერევა მასში არსებულ ცოდვას. როდესაც ადამიანი ავანტყოფია რასაკეთებს, უპირველეს ყოვლისა ცდილობს იპოვოს ექიმი, მივიდეს და იმკურნალოს, ხო? ანუ აქედან რა არის? გონიერება დაცემული ადამიანურ ბუნებაში ჟღანდება როგორც თავმდაბლობა. თავმდაბლობა ეს არის სწორი დიაგნოზი, ღმერთის თვალებით უყურებს საკუთარ თავს, ხედავს შენს უძურვებას, აი შემოსვლება. თავმდაბლობა ზუსტად ესაა. გონიერი ადამიანი იქცევა ისე, როგორც გონიერი ავანტყოფი.
აი თუ ხედავთ ადამიანი ძალიან სერიოზულად ავანტყოფი და ის ცხოვრობს როგორც ჯანმრთელი. აი არ შეიძლება რომ ღვინო დალიოს და იქეიფოს და ავათა. ემუქრება რაღაც საშუალება ინფარქტისა რაღაცა მიუხედავად ამისა მიდის და იწყებს ქეიფს ჯანმრთელი ადამიანი. ხო იფიქრებ რომ შეშლილია. გონიერება აკლია, ხო? აი ზუსტად ასეა. შუა საუკუნეებში ფიქრობდნენ, რომ გონიერების სწორი გამოვლინება ეს არის თავმდაბლობა. რა არის სწორი გამოვლინება თავისუფლებისა? როგორ პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს თავისუფლების სწორი გამოვლინება ეს არის მორჩილება. რატომაა ეს? თავისუფლება ვლინდება რაზე? შენ თავისუფლად ლაპარაკობ უარს ვნებაზე, რომელიც შენზე ბატონობს. აი ეს უგუნურებაზე რომ ლაპარაკობ, ეს ნება რო არსებობს, შენში ცოდვისაკენ გიბიძგებს, როგორ უნდა დაიძლიოს ეს? უნდა უარი უთხრა მას. ჩვენ ადრე ვთქვით რომ იმისათვის რომ ნებაზე, გაიმარჯვა უნდა უარი უთხრა, მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გაარჩიო რომელია ნება და რომელია რა. უნდა დაუჯერო სხვა. აი რო ვთქვით ადამიანი როცა ავანტყოფია, მიდის ექიმთან და რასაც უნიშნავს ექიმი ემორჩილება თავისუფლად. ექიმზე დამორჩილებას თავისუფლების აქტი არაა. აი ექიმსეუნები რასაც გამომიწერთ სწავლებს, რა დიეტასაც დამენიშნავ, რა რეკომენდაციას მოძებთ თავისუფლად დავიცავ. როცა ექიმს ემორჩილები, ამით შენ გონიერებას კი არ უარყოფ და შეურაცხყოფ ადამიანის გონებას, არამედ პირიქით გონიერად იქცევ და იქცევი თავისუფლად. იმიტომ რომ გინდა ჯანმრთელი იყო. ამიტომაა რომ დაბლალაბად შენი თავისუფლება ვლინდება როგორც ეს უნარი, თავისუფლება როგორც სათნოება ეს არის მორჩილება. რატომაა მონასტერში რომ მიდიხარ, იქ ყველაზე დიდი სათნოება მორჩილება უნდა დაემორჩილო შენ სულიერ მოძღვარს. თო აი ამ მორჩილებით სწავლობ გამარჯვებას ვნებაზე. არ ემორჩილები საკუთარ ნებას, საკუთარ ნებებს ემორჩილები შენ მოძღვარს და შენი მოძღვრის მორჩილებაში სწავლობ და ამარცხებ აი ამ ნებას. და მე შულიც უნდა იწყებ შენში მოქმედებას და ცხოვრებას და ესე თავისუფლება მჟღავნდება მორჩილებაში. როგორ მჟღავნდება შემოქმედებითობა? თანამედროვე ეპოქაში შეცდომით მიაჩნდა ეს სიტყვა შემოქმედებითი ნიშნავს ადამიანი ფანტაზიორია. თქვა წერს ნაწარმოებებს, თქვა ვლინდება მასში ფანტაზია. ძველად სხვანაირად ესმოდა. ჩვენ ხო ვიცით რომ ღმერთი შემოქმედია, მაგრამ ღმერთი ფანტაზიორი არ არის. მაშინ რაში ხედავდნენ? აი წინამები ლაპარაკობენ რომ ისიხია ანუ ეს ასკეტიზმი არის მეცნიერებათა შემოქმედებითობა უზარმაზე. რატომ ფიქრობენ ესე რომ? თანამედროვე მკითხველში ძალიან უცნაური რაღაცა. აი გრიგოლ პალამო და სხვა წმინდანები ლაპარაკობენ რომ ადამიანის შემოქმედი არსებაა, მაგრამ ანგელოზს არ აქვს შემოქმედებითობა. ეხლა თუ გესმის თანამედროვე გაგებით შემოქმედებითობა როგორც ფანტაზიორობა, რაღაცების გამოგონება ახალი. მაშინ როგორ არ არის ანგელოზი თქვა შემოქმედია დაცემული ანგელოზი არის ცნობილი როგორც თავის ფანტაზიორია ხო რაღაც მანებებს კარნახობს ადამიანს და ატყუებს. რატო არ გესმის არასწორად გესმის შემოქმედება რა არის? შემოქმედებითობა შუა საუკუნეებში ზოგადად ესმოდათ როგორ ადამიანის შემოქმედია, როდესაც დაბალში მატერიაში დებს სულიერ საზღვრს. აი ასკეთს რატო ეძახიან შემოქმედს? იმიტომ რომ მატერიალურ თავის ცხოვრებაში დებს უმაღლეს სულიერ საზღვრს. აი ჩვენ რატო ეძახით თქვა ხელოვანს რო თქვით აი რატო დაარქვეს მაგალითად მხატვარს, სკულპტორს, არქიტექტორს შემოქმედს რატო ეძახიან? იმიტომ რომ აი ამ პრინციპით აი მხატვარი არის ფერებში, მატერიალურ ფერებში რომ საფერი საზღვრი არა დებს უმაღლეს საზღვრს. ფერებიდან გამოხატავს რაღაც უფრო მაღალ რეალობას ადამიანს, თქვა სიყვარულს, თავისუფლებას, ან რაღაცას გამოხატავს თავის ნახატში. ასე არ არის სკულპტორი. იღებს მარმარილოში, რომელიც არაფერი არა მატერიალური და დებს მიქელანჯელო, როგორც შემოქმედება, ჩადო მასში დავითი გამოძერწ, ანუ საზღვრისი ჩადო, ქვაში რომელშიც არ იყო, ხო? ეს არის ადამიანის შემოქმედია ასკეტი, იმიტომ რომ სულის დაბალ ნაწილს შედებს უმორჩილებს სულის მაღალ ნაწილში. აი, ყველა ვინც ცხონდება, ვინც სწორად ცხოვრობს, არის შემოქმედი, რა აზრით? მატერიალურ ცხოვრებას, მატერიალურ ყოფაში დებს უმაღლეს სულიერ საზღვრს, ყველაფერს იყენებს სათასაზრდობის მისაღწევად. და ეს არის შემოქმედი. შუა საუკუნეები ასე ხედავდა აი ამ სამი ხატების გამოყენებას მიბაძვას ქრისტესი. გონიერებით, მორჩილებით იესო ქრისტეს ლაპარაკობს, რომ ის არის მორჩილი მამისა და შემოქმედებითობა მაზრით, ყველაფრის განსულიერება, სულიერი საზღვრში ჩადება ყველაფერში, რაც მატერიალურია. ეხლა რა მოხდა? რენესანსის დროს. მე გახსოვთ თქვენ ადრე ერთ ლექციაში ვახსენე პელაგიანს. პელაგიუსი ლაპარაკობდა რას? ადამი და ევა რო დაეცა, მაშინ ადამიანური ბუნება არ დაცემულა. არ გაჩენია მაშინ მიდრეკილება
ცოდვისაკენ, რომ გამოიდევნა ადამი და ევა 64-დან დანაშაულის გამო, ჩვენ დავკარგეთ უბრალოდ საუკეთესო მაგალითი. აღარ ვიცით ზუსტად რა არის კარგი და რა არის ცუდი. შევსწოდათ რა, იმიტომ რომ მიდრეკილება გვაქვს. იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცით, ესეც ამიტომ სწორად არ ვიცით. და არა იმიტომ რომ მიდრეკილება გვაქვს. პროტესტანტ ესე პელაგიუსიანმა თუ შენ ასწავლი ადამიანს სწორ მაგალითს მიცემ, ეს არის იესო ქრისტე და წმინდა წერილი, ის მოიქცევა სწორად და ცხონდება, ესე ღმერთის შეწევნა ადამიანის ცხონებისთვის შინაგანი მადლის მერი შეწევნა არ ჭირდება. ეს არის საშნელი ერესი და დაგმეს მე-5 საუკუნეში, როგორც ადრე გითხარით, მაგრამ რენესანსის იტალიაში მე-14 საუკუნეა ქრისტიანობა ძალიან თავის მიზეზები ჰქონდა, ქრისტიანული კულტურა, ქრისტიანული სულიერება დაკარგულია და ის რაც ადრე დაგმეს ერთსულოვნად პელაგიანიზმი გავრცელდა ძალიან რენესანსის ეპოქაში. ესე იგი ადამიანებს აღარ წამთ რომ დაცემული ადამიანური ბუნება აქვს. ეხლა ამას რა ფსიქოლოგიური შედეგი მოყვება? აი ჩვენ თქვით, როდესაც ადამიანი ამანტყოფია და განცდა აქ იმისა რომ ძალიან მძიმეთაა ავად, უპირველეს ყოვლისა რაზე ზრუნავს, არა გართობაზე. გეგმებს კი არ აწყობს რომ იმას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, არამედ მირბის ექიმთან. და თხოვს ექიმს რომ რაიმე მიშველე, აი გამკურნე ამ დაავადებისაგან დაგემორჩილები ყველაფერში. მაგრამ როდესაც განიკურნება და სახში დაბრუნდება, რას დაიწყებს? დაიწყებს ახალი გეგმები. აი ეხლა მე განმიკურნე, კარგად ვარ, ამიტომ გავაკეთებ ამას, აი გეგმების დაწყობას დაიწყებს. დაიბადა ასე რენესანსული ჰუმანიზმი. რენესანსული ჰუმანიზმი იმას კი არნიშნავს პატივისცემას ადამიანებისას, ასაც თანამედროვე ჰუმანიზმი ნიშნავს პატივისცემა ადამიანის განცდების, მისი ცხოვრების წესის და შემდეგ. რენესანსული ჰუმანიზმი არის სუროგატი რელიგიისა, ეს არის გაღმრთობა ადამიანისა. პირდაპირ ლაპარაკობენ შავი თეთრზე. მირანდოლა იქნება, ფიჩინო იქნება თუ სხვა დიდი წარმომადგენლები რენესანსის ამბობენ პირდაპირ. მალე ადამიანი იქნება ღმერთი ადამიანისთვის. ანუ რა? ადამიანში ჩადებულია უზარმაზარი პოტენცია. აი როცა ლაპარაკობენ რომ ადამიანში ხატება და მსგავსიაო. აი ხო თეოლოგია ასწავლის ადამიანში არის ხატება და უნდა მიემსგავსოს ღმერთს, მაგრამ ძველად შუა საუკუნეებში იყო ამოცანა მიმსგავსება. შენ შინაგანი გარდაქმნი. აი ისინი რა კი ლაპარაკობენ ადამიანის ბუნება დაცემული არა, ეს მსგავსება უკვე მოცემულებაა. და რითი უნდა მიემსგავსოთ ღმერთს? ღმერთი დიდ საქმეებს აკეთებს და შეც უნდა გავაკეთო იგივე. და შეუძლიაო ღმერთში ჩადებული ეს ხატება და მსგავსება უკვე მოცემულებაა. მაშინ ლაპარაკობენ შეუძლია უზარმაზარი მშვენიერება შექმნას ადამიანს როგორც ღმერთი. ამიტომ ვაზარი რო წერს ბიოგრაფიას, თქვა მიქელანჯელოსი იქნება, რაფაელის თქვა, ლაპარაკობს ნახევრად ღმერთები არიანო. და აკეთებენ იმას, რასაც ღმერთი ქმნიან მშვენიერებას, უზარმაზარს. ეს იდეოლოგიური კრიშია უკვე. ადამიანის გაღმერთება. ღმერთის მაგრად დაყენება. ადამიანი გახდა სამყაროს ცენტრი. ლაპარაკობენ დრო რო გავა, ადამიანი იქცევა როგორც ღმერთი. აი როგორც ახლა ლაპარაკობენ ჰარარი რო არის, ძალიან პოპულარული ავტორია. ჰარარი ლაპარაკობს. ჩვენ ვემსგავსებით ღმერთს. და გავხდებით ღმერთები. და ინფორმაციას მოაქვს, რა არის ღმერთის უზარმაზარი თვისება. ღმერთმა იცის ყველაფერი და აკონტროლებს ყველაფერს. აი ზუსტად ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, ეს ინფორმატიკა გვაძლევს საშუალებას დავაგროვოთ კოლოსალური ინფორმაცია და ვაკონტროლოთ ყველაფერს. ადრე ფიქრობდნენ ესე, აი ვთქვათ განმანათლებლები, ადამიანი ძალიან ძლიერ განათლებას და მეცნიერებას მოაქვს კოლოსალური ძალა, ადამიანი ღმერთივით იქცევა, გარდაქმნის ყველაფერს. ინდუსტრია რო განვითარდა, ფიქრობენ, ინდუსტრია ცვლის რადიკალურად შეცვალა მთელი სამყარო. აი თანამედროვე ეპოქაში რო ეცხოვრა მირანდოლას, ფიჩინოს და სხვას, რა სიტყვდნენ, არ ვიყავით სწორი. ადამიანი დაფრინავს, აი 2 საათში იქნება აქედან მაგალითად გადაფრინდება ევროპაში, ხომ? ვის წარმოედგინა ადრე ამის გაკეთება? აი საქართველოსთან შეიძლება დაელაპარაკოს კაცი ამერიკაში, აგეს პლანეტის მეორე კუთხეშია, ხო? აი ხომ ხედავთ, დრო გადის და ადამიანი ხდება საოცრად ძლევამოსილი. ისე ძლევამოსილი ადრე წარმოადგენა. აი ადამიანი არის ღმერთი. გამოაცხადეს ჩვენში ჩადებულია ეს ხალხური ხატება. გარდაუქმნელი ადამიანი არის ღმერთი. დაიბადა ჰუმანიზმი, ესე კიდევ მეორე. რენესანსულმა ჰუმანიზმმა გამოაცხადა ადამიანი ღმერთი და ეს მოწონ ძალიან თანამედროვე ეპოქაში. და ღმერთი საერთოდ არ წამს და მოვიდა ღმერთის წვენის მაგრამ მოდის პროგრესის რელიგია. პროგრესის რელიგია ნიშნავს ზუსტად ამას. აი ეფუძნება რენესანსულ ჰუმანიზმს, რომ რას დრო გადის ადამიანი იქცევა ღმერთივი და გახდება ღმერთი. რეალურად. გონების არასწორის გამოყენებით მოხდა, დაიბადა თამდავლობა, შეიცვალა რენესანსული ჰუმანიზმი. როგორ შეიცვალა თავისუფლება? ესე შუა საუკუნეებში თავისუფლების სწორი გამოყენება იყო მორჩილება, ხო? ემორჩილებოდი სულიერ მოწყობს, ემორჩილები ეკლესიას, რათა განიწმინდო ნებებისაგან.
დაიბადა რენესანსული ინდივიდუალიზმი. რენესანსული ინდივიდუალიზმი არის გაღმერთება შენში არსებული ვნებისა. ზე უზარმაზარი წარმოადგენელი აი რენესანსის ეს გახლავთ პეტრარკა, მე ჩვენ პეტრარკას დაუბრუნდებით. მამამთავარი აი ჰუმანიზმის და ინდივიდუალიზმის. ეს სახელი რენესანსიც შემოიტანა პეტრარკამ. ეს რენესანსი ფრანგულია, ხელახლა დაბადებას ნიშნავს, ეს რენეჩი დასხმარობდა პეტრარკა. ეს პრეტენზია ჰქონდა რომ აი რენესანსის დროს დაიბადა ახალი ტიპის ადამიანი. ჩვენ როდის ვლაპარაკობთ რომ ხელახლა დავიბადე. თუმცა რაღაც ტვირთს მოიშორებ, ხო? აი ამ გაგებით ხმარობდა ზუსტად პეტრარკა, რომ ჩვენ მოიშორეთ ტრადიციული ეკლესია, მისი შეზღუდები რაც ლაპარაკობდა მე გეტყვით. რენესანსი დაიბადა აშკარად ტრადიციული საკრამენტალური იერარქიული ეკლესიის წინააღმდეგ. აი მოვიშორეთ ძველი შუა საუკუნეების ეკლესია და გამინთავისუფლეთ, აი ფრთები გავშალეთ, დავიბადეთ ახალი ადამიანი. და რას ლაპარაკობდა პეტრარკა? ადრე ეკლესია ასწავლის ასკეტიზმს, ხო? ასკეტიზმის დანიშნულება ადამიანში არსებული ვნებები ებრძოლა ჩაკლა. მაგრამ პეტრარკა ლაპარაკობს ასკეტიზმი კი არ უნდა იყოს, ვნებებს კი არ უნდა ებრძოლო. პირიქით დისციპლინა უნდა დაამყარო. რას ნიშნავს? ყველა ადამიანს აქვს მიდრეკილება. აი მაგალითად ხატრობისაკენ, მწერლობისაკენ. როგორ უნდა განავითაროს ეს? აი გახდეს უზარმაზარი შემოქმედი, რითაც ჩვენ გვერდს გავსვებით, ხო? უკტავებას არასაცაცფერში კი არა, აი უკტავებას ვისახურებ მიწაზე ცხოვრებით, ხო? თქვენი დიდ ხელოვნებას. როგორ უნდა შექმნას ადამიანმა დიდი ხელოვნება? უნდა განუვითარო ნება დიდების მოყარებისა. ეს უნდა გააკეთოს. იმისაც რომ გახდეს დიდი მწერალი, ეს ენერგია უნდა მიცეს იმან რომ დიდებისადმი მოყარულმა და დისციპლინაც არ უნდა დახურდავდეს. აი მაგალითად თვითონ ნიჭი ქონდა მწერლობის და პოეტია, ხო ძალიან დიდი პეტრარკა, ხო? არ ხურდავდებოდი, სხვა საქმეს არ ვაკეთებდი, დისციპლინა იყო რომ განმევითარებინა თავში ის ნება, რომელიც ანუ დიდების მოყარება და მწერლობის აკეთო. და ნამდვილი ქრისტიანობა პოეტებს კი არ ებრძვის, მაგრამ მეუბნება რომ ამას არ უნდა იყოს აპარტავნების გამო. მე დაუქვემდება რომ შენი უნარები ღვთისადიდებად გამოიყენო და სწორად. ინდივიდუალიზმი ნიშნავს რას? საკუთარ თავს კი არ უნდა ებრძოლო, არამედ შენში არსებული ყველა მიდრეკილება უნდა განავითარო ბოლომდე. აი კინდერგარდენიც ეს ხო აქედან მოდის, ამ კონცეფციიდან მოდის. ეს არის ბავშვ და ბაღი, ხო? გერმანულიდან. ანუ რა ფიქრობ რომ ადამიანში არაფერი ცოდვა არ არსებობს, ადამიანი მშვენიერი არსებაა და უბრალოდ ხელი უნდა შეუწყოს თავის თავში განვითარდეს ბუნებრივად და გამოამჟღავნოს თელ თავის მშვენიერებას. აი ყვავილს გავსო ბაღი, ხო? ბავშვები არიან ყვავილებივით. პოტენცია კოკორი. მებაღე რასაკეთებს ვარც ხوار ქმნის, უბრალოდ ხელს უწყობს, აი ნერგს წყალს უსხამს და თავისი ილევ და გამოავლენ მშვენიერებას ვარც. აი ადამიანის ესეა, პეტრარკა ამბობს. ხელი უნდა შეუწყოს ჩვენში არსებულ მიდრეკილებებს, ხელი არ უნდა შეუშალოს და ადამიანი გამოავლენ მშვენიერებას. ქრისტიანობა გეუბნება რომ მართლმადიდებლო გამოცდილება რასაუბრებს. თუ კი ყველა ადამიანი თავის თავში გამოავლენს თავის ვნებებს, თავის ხას ჯოჯოხეთად იქცევა ყველაფერი, იმიტომ ჩვენი ვნებები ვიცით რა არის, აი ხარბი, დიდების მოყვარე, ამპარტავანი, სიამოვნების მადევნებელი და ასე შემდეგ. თუ კი ადამიანი არ ებრძვის საკუთარ ვნებებს, ას მივიღებთ? მარტო მწერლებს და პოეტებს და არქიტექტორებს კი არ მიიღებ მონსტრებს. აი ნახეთ რა არის. რენესანსური ინდივიდუალიზმი ეს არის კულტი დაცემული ადამიანისა. არაფერი გამოსწორება მოსაჭირდება, უნდა მიუშვა ადამიანი აკეთოს ის რაც. ამით განსხვავდება თანამედროვე ინდივიდუალიზმი უფრო მესაკუთრის ინდივიდუალიზმია. თანამედროვე ეპოქაში ინდივიდუალიზმი ნიშნავს რას, რომ დაიცვა შენი საკუთრება და შენი ინდივიდუალური თავისებურებები, სხვაში არ აითქვება. რენესანსული ინდივიდუალიზმი ეს რელიგიური ფენომენია, ეს რას ნიშნავს? ადამიანი ღვთაებრივია და თუკი თელ სამყაროს იტევს გარდაქმნეს, აი თავის თავში ადამიანი თუ პაში ჩადებულ შინაგან აი ვნებებს მიყვება და განავითარებს, შეიძლება დაიტიოს მთელი ძალა, მთელი კაცობრიობისა. ინდივიდუალურად შეუძლია ადამიანმა უზარმაზარი ღვთაებრივი ძალა შეიძინოს. რენესანსული ინდივიდუალიზმისა. ხა შემოქმედებითობა რაში გადაიზარდა? აი როგორც გითხარით, თუ კი შუა საუკუნეებში შემოქმედებითობა ეს იყო უპირველეს ყოვლისა სულიერი საზრისების პოვნა, ვნებების დამარცხებას, ადამიანში სულიერი საზრისის გახდობისათვის ძიება. რენესანსურ ეპოქაში შემოქმედებითობა გახდა ბუნების მიბაძვა უბრალოდ გარეგანის სამყაროს. და ამითაც სახელის მოსახვეჭელად. ჟობს სახელისა მოხვეჭა, ყოველისა მოსახვეჭას ეს პრინციპი. უნდა გამოიყენო დიდი საქმეები, რათა სახელი მოიხვეჭო. ეძიო უკტავება შემოქმედებაში და არა ცხოვრება. ეხლა ვახსენეთ ეს სიტყვა მოიყენეთ რუსთაველისას, მაგრამ ეს არასწორი არის კონტექსტი, იმიტომ რუსთაველი როცა ლაპარაკობს ჟობს სახელისა მოხვეჭა, ყოველისა მოსახვეჭას, აი ქრისტიანის სახელს გულისხმობს. სულ სხვა კონტექსტში ხმარობს და რენესანსში აი პეტრარკა პირდაპირ ლაპარაკობდა მას დაუბრუნდებით, რომ ადამიანში უნდა აღზარდო
დიდებისადმი მოყვარება, რათა დიდი ხელოვნების ნაწარმოებები შექმნას. აი ეს არის სამი ძირითადი მომენტი, რაზეც ლაპარაკობდა რენესანსის ეპოქაში და ძალიან წარმატებული პროექტი იყო. როგორ მოხდა ეს? აი რას ლაპარაკობენ? პეტრარკა სასულიერო პირი იყო და მაშინ ბევრი პაპების ხუმანისტები იყვნენ. მაგრამ ტრადიციულ ქრისტიანულ ეკლესიას ებრძოდა. რატო? აი გაგიგონიათ ისიც რომ რენესანს მეორედ ეწოდება აღორძინების ეპოქა. რაღაც აღორძინეს. აი ისმის კითხვა, არის ერთი სპეციალისტი ძალიან ცნობილი ინგლისელი, აი სვამს ასეთ კითხვას. რა აღორძინა რენესანსმა? ჩვეულებრივ ობიატელს რო ეკითხები, ცხადია რა აღორძინა? აღორძინა კლასიკური ლიტერატურისადმი სიყვარული. შუა საუკუნეებში ებრძონდნენ ანტიკურ ხელოვნებას, ანტიკურ ლიტერატურას და რენესანსმა დააბრუნა პატივისცემა და დაიწყო სწავლა ანტიკური ავტორებს. ამაზე დიდი სისულელი არ არსებობს. ვინ მოიტანა რენესანსამდე პლატონის, არისტოტელეს, ციცერონის და ეს რომ უყვართ ეს ავტორები საიდან მოვიდა? მონასტერში გადაიწერებოდა. აი საიდან მოდის ეს ტერმინი კაროლინგური რენესანსი? ეს არის კაროლინგური რენესანსი ეხება რას? გადაწყვეტენ არ ხელნაწერს, არა მარტო წმინდა მომის გადაწყვეტენ მონასტერში, არამედ გადაწყვეტენ ანტიკურ ავტორებსაც. საიდან მოვიდა ეს ჰესიოდე? სად გადაიწერებოდა ეს ხელნაწერები, თქვათ რომ მოვიდა ჩვენამდე? ვერგილიუსი და ისინი რო კითხულობს ეს დანტე. მონასტრებიდან. მონასტერში გადაიწერებოდა, სხვაგან წიგნები არ იწერებოდა. მაშინ ყარი ბეჭდებოდა, ისწერებოდა მონასტერში. ბერები ინახავენ. მე წარმოდგენა იმისა რომ პლატონს, არისტოტელესა, ციცერონსა თქვათ ამას იცნობს, აი ეს ფიჩინო, თქვათ მირანდოლა, იცნობენ უფრო უკეთ ვიდრე ნეტარი ავგუსტინე, თომა აკვინელი და ბონავენტურა და ისინი არის სასაცილოა უბრალოდ. უწამდგენთ ალბერტ დიდი ეს თომა აკვინელი, ესენი არის როგორც გიგანტები, აი როგორც ლომს ვერ შეეძლება, კატა ისე ფიჩინო და ისე ვერ მივა თომა აკვინელი. ესენი არიან უზარმაზარი ფილოსოფოსები, უზარმაზარი ბერები, რომლებიც მთელი ცხოვრება სწავლობენ არისტოტელეს, პლატონს, ამ კლასიკურ ავტორებს. იღებენ მისგან კართელი სქოლასტიკა, არისტოტელეს არ ეფუძნება, არისტოტელეს ლოგიკას და იმას. ეს აბსოლუტურად არასწორია. მაშინ რა აღორძინეს ოკულტიზმი. რენესანსმა შემოიტანა, ჩვენ ადრე ვახსენე, რენესანსმა მოიტანა რეაბილიტაცია ოკულტიზმისა. რატომ ჭირდება? იმიტომ ჯერ მაშინ ინდუსტრია არ არის, მეცნიერება არ არის რენესანსის ეპოქაში და უნდა დაამტკიცონ რომ ადამიანში ღვთაებრივი ძალა. როგორ უნდა გააკეთონ? ერთადერთი ეს არის რომ აი ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან ღვთაებრივს. და მეორე რომ აი ადამიანში აქვს ღვთაებრივი ძალა და ოკულტიზმს მიმართავენ, აი მანქანებას, ოკულტიზმები ხო სულ სასწაულებს ახედენ და ამიტომ აღორძინეს და შემოიტანა. ეხლა როგორ უნდა მიეღწიათ ამაზე, რა გააკეთეს? აი როგორ ემტერება რენესანსის აი ეს ჰუმანისტები, რატო წამოწიეს ეს ანტიკური ლიტერატურა? უფრო კარგად კი არ იცოდნენ, უბრალოდ წამოწიეს რაღაც ასპექტები, რა არის? აი პეტრარკა რას ამბობს? ლაპარაკობს რომ ადამიანმა რომ გახდეს დიდი ადამიანის სახელოვანი საქმეები გააკეთოს, ამიტომ წმინდა მამები კი არ უნდა იკითხოს, არამედ ანტიკური ეპოქის ბიოგრაფიები. რატო უნდა იკითხოს წმინდა მამა? იმიტომ წმინდა მამები ელაპარაკება რომ შენ ხარ ცოდვილი, იყავი არა ამ სოფლიური, ასეთ ადამიანს თუ ელაპარაკები, არა ამ სოფლიური იყავი. ცოდვილი ხარ, ღმერთის იმედზე იყავი, რომ რა დიდ საქმეებს გააკეთებს. უნდა აკითხო არა წმინდა მამები, არამედ ანტიკური ბიოგრაფიები, პლუტარქეს და პლუტარქე და ეს ძველი ანტიკური ლიტერატურა იწერებოდა როგორც კულტი იყო სახელოვანი ადამიანებისა დიდი საქმეების. აი პლუტარქე ვის წერს და როგორ წერს ბიოგრაფიას, წერს დიდ სახელოვან საქმეებს, ხო? აი რომელები და ბერძნები ორიენტირებული იყო. აი ეს უნდა ასწავლო ბავშვებს. მეორე რაში ჭირდება ფილოსოფია? აი სქოლასტიკა არის ძალიან დახვეწილი ლოგიკა, ძალიან დახვეწილი ტერმინოლოგია, რომ გააგებინო ადამიანს რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება, პატარა ბავშვს რაში ჭირდება ეს რა არის, რომ მთელი ცხოვრება გამოუჭედო მსჯელობა, რომელი ფილოსოფოსი ლაპარაკობს სწორად რა არის სიკეთე, რომელი ფილოსოფოსი ცდება სათნოების განმარტებაში და ასე შემდეგ. პატარა ბავშვს უნდა ლაპარაკო რიტორიკა ეს არის ლამაზად მეტყველების ხელოვნება. ლამაზი მეტყველების ხელოვნებით უნდა მოუყვე ანტიკური ეპოქის დიდ საქმეებზე. პედაგოგიკა აქედან მოდის, აი კლასიკური გიმნაზიები და ის რომ შემოვიდეს რენესანსის გავლენითაა, რომ ესწავლებინათ უპირველეს ყოვლისა ანტიკური ლიტერატურა, ბიოგრაფიები და ძველი ცხოვრების მაგალითი. ხა ქრისტიანობას არ ყავს დიდი ადამიანები? აი პეტრარკა რას აკეთებს? ერთმანეთს ადარებს, სუთა იდეოლოგიური სქემა აქვს, აი პროპაგანდისტური. ერთმანეთს ადარებს ფრანცისკის ასიზეს და სიპიონს. აი ფრანცის ასიზელი ვინ იყო? დიდარი ვაჭრიშვილი იყო და იმის მაგალითად რომ გამოეყენებინაო სიმდიდრე კარგათო მიუყარაო მამამის მთელი თავისი ქონება ტასაცმელიც კი და ფუტფუტებდა დადიოდა სოფელს სულ ლოცრობდა აიყოლია 30 მასავით შეშლილი და დადიოდნენ და ფუტფუტებდა. სიპიონმა რა გააკეთა? სიპიონმა გადაარჩინა რომაული ცივილიზაცია,
ჰანიბალისაგან. რა ქრისტიანი დიდი მონარქები არიან, კარლოს დიდი, თქვა დავით აღმაშენებელი, ლუი მე-9 წმინდანი, რომ მათაც ასე გადაარჩინეს ქრისტიანული სამყარო მტრებისაგან. მაგრამ ამას არ ლაპარაკობს, იმიტომ ქრისტიანული სათნოები კი უნდა წარმართული სათნოებები უნდა. მიუხედავად ისა სასულიერო პირია. დაიწყეს გამოყენება ანტიკური ლიტერატურის არა იმიტომ რომ კარგად იციან, არამედ იდეოლოგიურ თვალსაზრისით. აი ადამიანი უნდა გაიზარდოს პატიმოყვარე, დიდების მოყვარე, ამისათვის უნდა იკითხოს არა წმინდა მამები, რომელიც თავდაულობაზე ლაპარაკობს, არამედ ანტიკური ეპოქის ავტორები. საშინად ზულთ არისტოტელე, არ უყვართ რენესანსის ეპოქას. უყვართ უბრალოდ პლატონი, იმიტომ რომ კარგად ესის პლატონი, მის გამო კი არა. იმიტომ პლატონი ამბობს, რომ ადამიანის სული ღვთაებრივი წარმომავლობისაა, ღმერთია. და აიგივებ და ფაქტობრივად და მეორე არა მარტო დიდი ფილოსოფოსია არისტოტელესგან განსხვავებით. არამედ ლიტერატურული გენიოსია. მისი დიალოგები არის ლიტერატურული შედევრები, აი ფედონი და ეს. ქონდათ სიმპათია ძალიან დიდი. მიაღწიეს წარმატება ახალი აღზრდის სისტემით. აღორძინეს თქვათ აი ანტიკური ბიოგრაფიული ლიტერატურა ვითომ შემოიტანეს, რომ ჩაანაცვლეს ქრისტიანული რიტორიკით და ოკულტიზმით დააბრუნეს. ეხლა რა შედეგები მოიტანა? აი ხო ლაპარაკობენ რომ რენესანსის დროს მთები გავშალეთ, დავიბადეთ ხელახლა, უზარმაზარი მიღწევები უნდა გავაკეთოთ. სად არის ეს მიღწევები? ეხლა მხატვრობა და არქიტექტურა აქვს, ისიც იმიტომ რომ ეკლესია უკვეთავდა ამას რელიგიურ თემებზე, აი ხელოვნება გამოხატეს და ძალიან ლამაზი და მithყიფერე კიდე რა მოიტანა რენესანსული ხელოვნების მშვენიერება. მაგრამ ფილოსოფიაში ხვდებით სამე დიდ ფილოსოფიურ ტექსტებს. რენესანსული ავტორები აი ისევ არიან აი ამ შუა საუკუნეების დიდ სკოლასტიკოსები და დიდ ფილოსოფოსები და როგორც კატის კნუტები ლომთან და ვეფხთან ძალიან პატარა მასშტაბებია. ნახოთ როგორი ქრისტიანობა უნდათ, როგორი თეოლოგია, როგორი ფილოსოფია, რო შევადაროთ უბრალოდ. ქრისტიანობა უნდათ კი ლაპარაკობენ რომ ჩვენ ქრისტიანები აშკარად არ ეწინააღმდეგებიან ქრისტიანობას, უბრალოდ ტრადიციულ ეკლესიას ებრძვიან, აი იერარქიულს და საკრამენტალურს. ლაპარაკობენ რომ ჩვენ გვინდა პლატონური ქრისტიანობა. ეს ფიჩინო რო თქვი ლორენცო ბწყინვალის დავალებით ფიჩინომ შეკრიბა აი ჰუმანისტები ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხი ისწავლეს ბერძნული და დაიწყეს ბერძნული და თარგმნა ლათინურად პლატონის თელი კორპუსი. და ეხლა რას ამბობი რომ აი თუ უწერია ქრისტიანობას გაგრძელდეს, იარსებოს, უნდა ის გახდეს პლატონური. ჩვენ ვიცით აღმოსავლეთში ქრისტიანობა სარგებლობდა პლატონური ტერმინოლოგიით. ძალიან კარგად იცოდნენ აი ბიზანტიაში და ვასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა ზედმიწევნით კარგად იცოდა პლატონი და იყენებდა პლატონურ ტერმინოლოგიას ქრისტიანული ჭეშმარიტების განმოსავალებლად. ღვთისმეტყველება რა არის? გამოცხადებითი ჭეშმარიტება გამოხატო ფილოსოფიურ ტერმინებში, ასიმილაცია მოახდინო ამ ფილოსოფიური ტერმინებში და შენი რწმენის ძირითადი ელემენტები გამოხატო, ეს ყოველთვის იყო. მაგრამ როცა ისინი პლატონურ ქრისტიანობაზე ლაპარაკობენ, სულ სხვა რაღაცას გულისხმობენ, აღმერთებენ პლატონს პირდაპირ. პლატონური ტერმინების შემოტანა კი არ ხდება ქრისტიანული ჭეშმარიტების გამოსახატავად, პირიქით არის. ქრისტიანული ტერმინები უნდათ გამოხატოთ პლატონური ჭეშმარიტებები. პლატონს აღმერთებენ პირდაპირ. აი ძველად იმ ეპოქაში რომელიც ჰუმანიზმია ბრალდებდნენ ფიჩინოს და ლორენცო ბწყინვალის რომ ისინი აღმერთებენ პლატონს უფრო მაღლა აყენებენ ვიდრე იესო ქრისტესო და მართლაც ესე იყო. აი ცნობილია ლორენცო ბწყინვალი რომ გარდაიცვალა სიკვდილის სარეცელზე თქვა არ უტყდებოდა წამიკითხეთ პლატონის დიალოგები. ეს შეიძლება არავის არ გაუკვირდეს თანამედროვე ეპოქაში, მაგრამ იმ ეპოქაში უზარმაზარი სკანდალი იყო, რომ ადამიანი რო კვდებოდა ითხოვდა რას. წესის აგებას, თქო, ღვთელიც მოიყვანდა 7 ზეთისხება, ან წამიკითხეთ ფსალმუნები, ან წამიკითხეთ წმინდა წერილი, რომ აი შეწეოდა სულს გარდაცვალებისას, ის აკითხებდა პლატონს, იმიტომ რომ ეგონი რომ პლატონი ღვთაებაა, ღმერთია. თავის გულში პატივს სცემდნენ უფრო პლატონს, ვიდრე სახარებას, და ამოდო სახარება იგაური ენაა. და პლატონი კონცეპტუალურია ტერმინების შელოს. იგავი შეიძლება შესწორად გაიგო არასწორად, პლატონი კი პირდაპირ გელაპარაკება ჭეშმარიტება რა არის, ამიტომ როგორც გითხარით, პლატონი უფრო დიდი ავტორიტეტი ეგონათ. ეს რენესანსული ეპოქა რო დაიწყო ბიზანტიაში, იქ მოხდა ფსელოსი და ისე იყო რაღაც ანალოგიური. სპეციალური დადგენილება ბიზანტიაში საეკლესიო კრებამ დაადგინა, რომ პლატონის სასარგებლოა, მაგრამ არ შეიძლება მისი დაყენება უფრო მაღლა ვიდრე წმინდა წერილისა. ესე იგი ბიზანტიაში იყო ესეთი ხალხი. საერთოდ ლაპარაკობენ რომ რენესანს ბიძგი მისცა იმ ბიზანტიელმა წარმომადგენლებმა რენესანსისა, რომლებმაც აი კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ გადავიდნენ იტალიაში. ეხლა რა გაგვიზრდეს ამაზე? ესე იგი ქრისტიანობა უნდა დამახინჯებული პლატონური ქრისტიანობა. ეხლა პოლიტიკური ფილოსოფია რო იყოთ, ორი დიდი წარმომადგენელი ყავთ. ერთი ეს არის მაკიაველი და მეორე თომას მორი, უტოპია.
აი ნახოთ მაკიაველი ვინ იყო? მაკიაველი ლაპარაკობდა ესეთ რაღაცას. ბევრი ეძახის ცინიკოსს, მაგრამ არ იყო ცინიკოსი. დაწერა ესეთი წიგნი მართველი. და ამბობს, მართველი უნდა იყოს როგორი? ხალხს აჩვენოს რომ არის პატიოსანი, არის მორწმუნე, არის სამართლიანი, არის მოწყალე, პატივსებს თავის ქვეშემდოებს, მაგრამ სინამდვილეში უნდა იყოს ამის საპირისპირო. საპირისპირო, არც მოწყალე უნდა იყოს საშინლად ეშმაკი, აუცილებელი არა რომ მორწმუნე თავის რელიგიურ პრინციპებით ცხოვრობდეს. ის ყველაზე მთავარი ეს უნდა იყოს ძალაუფლების შენარჩუნება, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი რამ უნდა იკადროს მმართველმა. ყველაფერზე წავიდეს, ტყუილზე, მკვლელობაზე, ვერაგობაზე, გაყიდოს მისი უახლოესი მეგობრები და ლაპარაკობდა პირდაპირ. აი სამაგალითო მმართველი ეს არის ბორჯია. აი ალექსანდრე მეექვსეს შვილი, ცეზარე ბორჯია. ცეზარე ბორჯია იყო პათოლოგიურად გარყვნილი და ვერაგი ადამიანი. დაუნდობელი, ანინდობდა არც ოჯახის წევრებს და საშინელი გარყვნილი იყო. მკვლელი და ასე შემდეგ. რატომ ლაპარაკობს ამას? იმიტომ რომ ცინიკოსია? არა. პრინციპია ეს. აი, თუ კი ჰუმანიზმი ლაპარაკობს, რომ ადამიანი დაცემული ბუნება კი აქვს, თავისთავად კარგია. და უბრალოდ პირობები უნდა შეეუფთა, რომ ეს თავისი სიკარგე, მშვენიერება, ხატება გამოამჟღავნოს, მაშინ მაკიაველია ლაპარაკობს ასეთ პირობებს ქვის შვიდობა. თუ კი მართველი მოახერხებს იმას, რომ არ მოხდება გადატრიალება სამოქალაქო ომები და იქნება მშვიდობა, ადამიანები თავისთავად გამოავლენენ იმ ღვთაებრივ ბუნება, რომელიც მათში ცხოვრობს. ამიტომ ეს ყველაზე დიდი სათნოება მართლისთვის არის არა სამართლიანობა, არა სიკეთე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. ნახეთ რამხელა რეგრესია. ანტიკური ეპოქა და ქრისტიანობაც ორიენტირებულია რასიზე, რომელიც ეძახიან იდეალურ სახელმწიფოს და იდეალურ მმართველს, რომელიც ხელს უწყობს თავისი მოქალაქეების სათნოების განვითარებას, ხო? მაკიაველის ეს თავარი უკვე აღარა. ეხლა ავიღოთ მეორე, თომას მორი გაცილებით უფრო ძალიან სიმპათიური კაცი იყო. მოწამია რაღაც აზრით, იმიტომ რომ აი ჰენრი მერვეს შეეწირა, იმიტომ რომ როცა ჰენრი მერვემ გამოაცხადა რომ ის პაპი კი არა ეკლესიის ხელმძღვანელი, მე ვარო, ამაში წინააღმდეგობა გაუწევდა, იმიტომ რომ სიკვდილით დასაჯეს. რენესანსის დროს დაწერა პირველი utopia, თომას მორის utopia. თომას მორის utopia-ის არსი რაში მდგომარეობს. თომას მორი ლაპარაკობს ესეთ რაღაცას. აი, უნდა შევქმნათ იდეალური სახელმწიფო, სადაც არ არსებობს სოდვა, იქნება ჰარმონია, გაგება, სამართლიანობა, იდეალური პირობები ადამიანებისთვის. ამის კანონების შეცვლაა საჭირო. ხედავთ, დედამიწაზე ამყარებს 60-ს. აი ეს utopia ხო ამას ნიშნავს. ამის მიღწევა შეიძლება არა ადამიანების შინაგანი გარდაქმნით, გულის, არამედ კანონმდებლობით. და იწყებს ესეთ შეძლებას. არსებობს უსამართლობა. ერთი ადამიანი ძალადობს მეორეზე და ჩაგრავს. რატომ? ამიტომ ერთი მდიდარია, მეორე ღარიბია. მდიდარი ადამიანისთვის ძალიან ადვილია დაჩაგროს ღარიბი და ღარიბის შურით ივსება, ბოროტება და ასე შემდეგ. იმისათვის რომ დამყარდეს ჰარმონია, ადამიანებს უნდა წაართვა კერძო საკუთრება. რომ ერთი არ გამდიდდეს მეორეს და არ გაბატონდეს. და ეს არის utopიური მოდელი, როგორ უნდა წაართვა ადამიანებს კერძო ქონება, ფულის დაგროვების საშუალება არ მიცემ, როტაცია ყველა წელიწადში ადამიანები იცვლიან საცხოვრებელ სახლებს და შემდეგ. ნუ დეტალებში წასვლა არ უნდა. პირველი პრინციპი ეს არის, კერძო საკუთრება უნდა წაართვა და მეორე. უნდა აკრძალო პროზელიტიზმი. საერთოდ რელიგიას არ გძალავს, მაგრამ პროზელიტიზმი შენი რელიგიის გადაგება. ეს რას ამბობს თომას მორი, რომ აი ადამიანები ერთმანეთის კონფლიქტში შედიან და ხშირად ომში გადაიზრდება და სერიოზულ კონფლიქტში, იმიტომ რომ განსხვავებული შეხედულებები აქვს. თუ ამ შეხედულებების უკან დგას რელიგიური რწმენა, დაპირისპირება იღებს საოცრად ინტენსიურ სახეს. ამიტომ აკრძალა, თქვათ, პროზელიტარული ქადაგება შენი რელიგიურობისა. ხედავთ რა მოდელი, აი როგორ ემსგავსება უცებ მარქსის. კერძო საკუთრების აკრძალვა ეს. აი პირველი utopიური მოდელი. რატომ გაშდა ეს utopia? იმიტომ დაიკლო რელიგიურმა რწმენა. შუა საუკუნეებში არ არის ეს utopიური ისინი არ იქნება. რატომ არ იქნება? იმიტომ რომ შუა საუკუნის ადამიანმა იცის, რომ უსამართლობის, ბოროტების, ჩაგვრის, ძალადობის პირველადი მიზეზი არის არა ცუდი კანონები, არამედ ადამიანის გულის გაუწმენდება. დაწერა იდეალური კანონები. იდეალური კანონები შექმნა. თუ ადამიანი ეგოისტია და ხარბია, დაარღვევს და არასწორად გამოიყენებს ამ კანონებს. შენ კანონებს გამოიყენებს არასწორად და მე შექმნის ცუდ კანონებს, რომ თავისი მიზნები აისრულოს. აჩვენე ეს ადრე ვთქვით, წმინდა წერილი არის სიყვარულისთვის შეიქმნა, ღმერთის მიერაა დაწერილი წმინდა წერილი, ხო? მოსეს ჯულის და სახარებების დაწერილია ღმერთის კარნახით, სული წმინდის კარნახით, ხო? ღვთის სულიერია. მაგრამ ადამიანები იყენებენ მას ძალადობისთვის და საშინელი ომებისთვის და მკვლელობისთვის და ასე შემდეგ. ეს კანონი რო კარგია ეს არკმა. ეს შუა საუკუნეებში იციან. როგორც კი დაიწყო აი ეს განცდა, ქრისტიანობა ხო კულტურაა, შენ სინამდვილის კულტურა, როგორც კი ეს იკარგება, იმ წუთში იბადება utopia. თომას მორის utopia-ს მალე მოყვა. კამპანელას მზის ქალაქი,
მერე მთვარის იმპერია, იმისი ბერჟერაკის. და იმის შემდეგ მოდის იფუშქნება ეს უტოპიები, იქნება ეს ბოლშევიკური, ნაცისტური, ლიბერალური თუ ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ ადრე ვახსენეთ, ხო? აი მოდის უტოპიების ეპოქა, ამას სათავე დაედო აი ამ რენესანსის ეპოქაში. ეხლა შემდეგი რა არის? მინდა ვისაუბრო რატომ არის ასე მომხიბლელი, თქვათ, რენესანსური ხელოვნება, რა აქვს ასეთი? აი რატო გვიზიდავს ჩვენ ადამიანებს? ჯერ ნახოთ, აი ბიზანტიური ხატვა, ბიზანტიური ხელოვნება როგორია? პირველი, ეს არის სიმბოლური. იმიტომ რომ ლაპარაკობს სათასასუფლოზე. წმინდანებს გამოხატავენ სპეციალურად არღვევენ სხეულის პროპორციებს და პეიზაჟს ვერ ხედავთ ვერსად. აი როდესაც რაფაელი ან ლეონარდო და ვინჩი ხატავს მადონას ღვთისმშობელს უკან ხატავს ლამას პეიზაჟს. იმიტომ ლაპარაკობს რომ ეს ქალის სილამაზე და ბუნების სილამაზე არის ერთ და იგივე, ან გამოხატავს ეს. შუა საუკუნეების ეს არაკეთებს. სიმბოლური ენა. მიწიერი სილამაზე, ქალის სილამაზე და ბუნების სილამაზე განსხვავდება იმ ღვთაებრივი სილამაზისგან. ღვთაებრივი სილამაზე უნდა ილაპარაკო სიმბოლოების ენით, იმიტომ ის არიცი როგორ რადიკალური სხვავებაა მიწასა და ზეცას შორის. ქალის სილამაზე არ არის წმინდანის სილამაზე. ქალი შეიძლება იყოს გარეგანად ძალიან მშვენიერი, მაგრამ საშინელი ცოდვილი. ეს ანტიკური ეპოქის განსხვავებაა. ქალის სილამაზე გარეგნული არ მიგანიშნებს ის სულიერ სილამაზეზე, არც კაცის და არც ქალის. ამიტომაა რომ შუა საუკუნეების პეიზაჟი არ არის გამოხატული, ძალიან სპეციალური ენა აქვს და არც ადამიანის გარეგნულ სხეულებრივ სილამაზეზეა ორიენტირებული, დიდ თვალებს გამოხატავენ, ვიწრო ტუჩებს, იტო დიდ თვალები ეს არის სულიერი სიზმრის სიმბოლო, ვიწრო ტუჩები ეს არის სიმბოლო ასკეტიზმისა და ამ შემდეგ. მისთვის არა აქვს რეალის გარეგანი მნიშვნელობა, აი როდესაც გამოხატავენ უფლისშობას, იქ დარღვეულია, თქვა დროისისა, ერთდროულად გამოხატავენ უფლისშობასაც, მოგების თაყვანისცემასაც, როცა იოსები ეჭვებშია, თქვა, თორსა ნახავს რომ ღვთისმშობელი ფეხმძიმეთა და რომ ანგელოზი გამოეცხადება ძილის, ყველაფერი ერთადაა, იმიტომ რომ ხატი ეძებს საზღვის და გარეგანზე არაა ორიენტირებული. პირველი. მეორე რა არის? რენესანსული ხელოვნება ძალიან რეალისტურია. ამისგან განსხვავებით. შთაბეჭდილებაზე ორიენტირებული. საქმე რაშია? ქრისტიანული ხელოვნება შუა საუკუნეების არ არის ფსიქოლოგიური, ფსიქოლოგიას გძალავს. თომას მან იყო ძალიან გაკვირვებული. რა საოცარიაო ეს ძველი ახლის ტექსტი და აი წარმოგიდგენთ ესეთი სცენაო, როგორი საინტერესოა, იოსები გაყიდა მისმა ძმებმა და ჩააგდეს ორმოში და უნდა მოკლან და ელოდებიან და მერე გაყიდეს ვიღაც ვაჭრებს მიყიდეს მონა. აი ორმოში 3 დღე არის ჩაგდებული. თქვათ იოსები, რას განიცდის საკუთარმა ძმებმა გაწიდეს სიკვდილის და მერე გაყიდეს მონა, ხომ? რას ფიქრობს ეს კაცი? ამაზე რატო არ წერს ბიბლიაო? სამაგიეროდ წერს აი თქვათ გენეალოგიაზე, მოსეს რო გამოიცხა ტაძარი როგორ უნდა იყოს, ფერები, რაღაცებზე უამრავი დეტალებია და ამ საინტერესო რაღაცას არ წერსო და ამიტომ დაწერა მერე თომას მანმა იოსები და მისი ძმები. ან კირკეგორის კითხულობს, ხო საოცარიაო, აი აბრაამს მიყავს ისააკი უნდა შეწიროს, ხო პაც გზაში მიდის და დუმს ვერაიცარი ლაპარაკება, ხო რამოდენიმე დღე მიდის. რა ხდება მაშინ აბრაამის გულში, ხო? ბიბლია დუმს ამაზე. რატო არ წერს? ფსიქოლოგიას გაურვის, რატომ გაურვის ფსიქოლოგიას, აი ახლა გეტყვი. იმიტომ რომ აი ვინც კარგად იცნობს ფსიქოლოგიას, მის ცნობილი არის შემდეგი ფუნდამენტალური ფაქტი. რაც უფრო დაბალია ემოცია, მით უფრო ადვილად გადაცემადია სიტყვები. აი ბოდიში ახლა მას რო ახსენეთ, აი თქვენ ყველას იცის რომ არის სპეციალური ტელეფონები, სადაც იხდიან უზარ თანხმას და ელაპარაკებიან ვიღაც ქალს. ეს ქალი ელაპარაკება ეროტიულ სიტყვებს, ძალიან აგზნებს სიტყვებს და ამაზე უსმენს, თქო კაცი და იხდის უზარმაზარ ფულს. რატომაა ეს? ეროტიული, დაბალი განცდების გადაცემა შეიძლება სიტყვებით. აბა თქვა წაიკითხეთ რაღაც ლამაზი ლექსი, ან მოусმენთ ძალიან მაგარ მუსიკას, აი თქვა მოცარტის, ან ბეთჰოვენის, ან შოპენის. და გაქვთ განცდები მიღებული აქედან, აბა შეეცადეთ საკუთარი სიტყვებით გადასცეთ ის განცდას, ვერ შეძლებ ამას. მაღალი რელიგიური განცდების, მაღალი სულიერი განცდების სიტყვიერი გადაცემა არის შეუძლებელი. როგორ უნდა გაიგო შე რას განიცდის ღვთისმშობელი ჯვარცმის გახტობილია. ეგნატი ანტიოქელი რომ მიყავთ დასაჭერად რომში წერს წერილებს, რომაელებს წერს, რომ ხელი არ შემიშარო თუ მე მინდა კოლიზეუმში ლომებმა შემჭამოსო, რომ ვესწრაფი იესო ქრისტესთან მივიდე. წავიგეთ ჩვეულებრივი კაცი. ჩვეულებრივი კაცი რაც გაკეთა იჩალიჩებდა პირიქით წერილებს და წერდა როგორმე გადამარჩინებ. ეგნატი ანტიოქიელის განცდების გაგება ჩვეულებრივი ადამიანისთვის არის შეუძლებელი, თუ ის სულიწმინდის მართლისქვეშა მოქმედების შედეგად. ამიტომ წმინდა წერილში არის ორი ტიპის ხალხზე ლაპარაკობს, ერთი წმინდანები გახტობილი სულიწმინდით. და მეორე საშინელი ცოდვილები. წმინდა წერილში ხო მარტო მართლებზე არა ლაპარაკი, ცოდვილებზეცაა, ხო?
რასაც წმინდანები განიცდიან, იმის გადაცემა სიტყვებით შეუძლებელია. მაგრამ ქვენა გზნობები რაც არის, იმას გადაცემა ადვილად. ეს სოდები გადაცემადია. და როცა კითხულობს, თუ ფსიქოლოგიზმი იქნებოდა წმინდა წერილში მიიღებდა ამ ქვენა განცდებს არა მაღალს, ამიტომ გაურბიან. ჩვენ რატო გიყვარს ხშირად ეს სერიალებს უყურებენ, რომელიც საშინად უაზროა. მაგრამ მიგაჯაჭვავს, რატომ? იმიტომ რომ სერიალი რას აკეთებს, ის გაცდები, რომელიც არის ქვენა განცდები ამ პერსონაჟებში, ამ სერიალებისა, ის გადმოდის და აირეკლება შენში. დიდი მწერალი ვინ არის, რომელიც განგაცდებინებს იგივე ემოციებს, რაც მის გმირსა აქვს. ტოლსტოი და ბალზაკი და ის რატომა ასე დიდი რეალისტები არიან. გამოხატავენ არა მეფეებს და წმინდანებს, არამედ ჩვეულებრივ ზოგი მეძავს, ზოგი ქურდს, ზოგი ეს ემოციები ძალიან ადვილი გამოსახატია და გადასაცემია ადამიანებს და ადამიანი ერთობა როცა ხვის განცდებით და ემოციებით ცხოვრობს. ამიტომაა მიმზიდველი. წმინდა წერილი ამას ეწინააღმდეგება. თუ სიკეთისკენ მოგიწოდებს. ამიტომაა ფსიქოლოგიის გაურბის. და აი როგორც გითხარით, ნატურალიზმი არა. როცა ლაპარაკობს, თქვა ციცერონს გამოხატა შუა საუკუნის ტანსაცმელს და ლეგიონერებმა რომელმაც მახვილი ატაკეს ჯვარცმას, იმას გამოხატა შუა საუკუნეების მეომრის ტანსაცმელს. არის ის ლეგიონერს როგორ ეცვა, ფერწერმა თქვა, შუა საუკუნე როგორ არის ის იტალიაში ცხოვრობს. იქ ყველგან ლეგიონერებს როგორ ეცვა, ყველა მიცის. ბიზანტიაში არ არის ის კონსტანტინოპოლში და იმაში გამოხატული ის სვეტებში როა იქ ანდრიანეს სვეტი და იქ ლეგიონერები როგორ არიან, რა თქმა უნდა იციან, მაგრამ რატო გამოხატავენ უცნაური რაღაცა, ხო? ლეგიონერს გამოხატავენ შუა საუკუნის მეომრის ტანსაცმელს და ციცერონს, იმიტომ რომ ისი ხაზგასმა უნდა. მართალია გარეგანი ტანსაცმელი იცრება, გარეგანი ფორმა, მაგრამ ადამიანი ერთ და იგივე, ერთნაირად დაცემულია, ძველად და ახლაც არის ერთნაირად დაცემული და ერთნაირად ჭირდება შოლა ღმერთისაგან. და რენესანსის ადამიანებს ეს განცდა აღარ აქვთ უკვე. ამიტომ გარეგნულს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას. ეს ერთი. მეორე კიდე რა არის? ფსიქოლოგიის, მაგრამ ჩანაცვლეს კომპასიონიზმი, თუ კი შენ არ აგაკ განცდა სოდვილობისა, ეს სწრაფი რო გონდეს ისეთივე განცდები, როგორ რაც ღმერთს, აი რო თქვით, ფრანცისკოს ასიზეზე რო ვლაპარაკობდით. ესე იგი, ხატისაგან მოითხოვენ ფსიქოლოგიურ სიმართლეს. აი რასაც განიცდის რომელიმე მოწამე, თქვა ტანჯვის დროს, ის მე უნდა განიცადო, ამიტომ რეალისტურად ფსიქოლოგიურად დახატე შენი ფრესკები და ხატები. აი შემოვიდა ეს ფსიქოლოგიზმი და ეს რეალიზმი და ნატურალიზმი. გამოხატე რაც შეიძლება ლამაზი ფორმებით და ფსიქოლოგიურად ეს იზიდავს ადამიანს. ეს კიდევ ვიმეორებ მე რენესანსის ხელოვნების დამცირება კი არ მინდა, ეს არის უბრალოდ ფაქტორი მისი მიმზიდველობისა. გახდა მიმზიდველი, გახდა ძალიან ლამაზი, მაგრამ დაკარგა რელიგიური სულის, რელიგიური ექსპრესიის ფუნქცია. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.